დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ რა ჩვენ ახლა ვიყოფებით დამასკრეობის ერთ-ერთ ულამაზეს მონასტრის მაკეტი ჩანს ჩვენგან მარჯვნივ, ულამაზესი და რა თქმა უნდა წინამძღვარი მამა ისიდორე, მადლობა მინდა უპირველეს ყოვლისა ღმერთს შევწირო და მადლობა მამა ისიდორეს სტუმრობისთვის, ასეთი ლამაზი მონასტრის დაარსებისთვის მამაო, ჩვენი მასპინძლობისთვის და მოღვაწეობისთვის მინდა მადლობა შემოგწიოთ. დღეს სახარება წავიკითხეთ მამი, ხო და როგორც შევთანხმდით, წავიკითხოთ სახარებიდან ორი სამი მუხლი და მერე ჩვენს მსმენელთან ერთად ვისაუბროთ ამ სახარების შესახებ. ხოლო გეტყვით თქვენ მეგობართა ჩემთა, ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდან ხორცნი და ამისა შემდგომად ვეღარი აქვს უმეტესი, რა იგი იყო შენ თქვენ. ხოლო გიჩვენო თქვენ ვისა გეშინოდის. გეშინოდ იმისა, რომელსაც შემდგომად მოწყვეტისა, ხელეწიფები შთაგდებათ გიენიასა. ეგ გეტყვით თქვენ ვისა გეშინოდეთ. ეს ახლა მთელი დღევანდელი წაკითხული სახარება არ წავიკითხავს, მაგრამ არის ორი მუხლი, როგორც შევთანხმდით, სადაც საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე. პირველი, გეუბნებითო მეგობრებსო, რომ ნუ გეშინია იმათი, ვისაც თქვენი ხორცის მოწყვეტა შეუძლიაო. ანუ ვისაც თქვენი მოკლა შეუძლიაო, იმათი ნუ გეშინიაო. გეშინოდნა მეორე მუხლში არის დალაპარაკი შემდეგ მუხლში. არამედ გეშინოდეთ თქვენ იმისი, რასაც შეუძლია თქვენი გენიაში ჩაგდებაო. ძალიან საინტერესო მუხლებია მამაო და ყარიტყოდით ერთ-ორ სიტყვას ამ მუხლთან დაკავშირებით, ჩვენ სვენელს ყარიტყოდით რამეს. რა შეიძლება ითქვას და ესე იგი უფალი გვეუბნება რომ სიკვდილის არ გეშინოდეთ. ესე იგი უფლისთვის სიკვდილის არ გეშინოდეთ. ანუ სხვა ადგილასაც ჩვენ გვეუბნება უფალი რომ საერთოდ სახარება არის ჩვენი სახელმძღვანელო, ხო? სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო არის სახარება და ქრისტესთვის სიკვდილს უნდა ვესწრაფდეთ, ესე იგი აქედან გამომდინარე, ხო? არ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ სიკვდილი არის ჩვენი მაცხოვნებელი, ქრისტესთვის სიკვდილი არის ჩვენი მაცხოვნებელი, ხო? სასופველს უნდა ვეძიებდეთ და ქრისტესთვის თუ კი ჩვენ დავითმენთ თუნდაც სიკვდილს, თუნდაც სხვა რაღაც განსაცდელებს, ეს უნდა გვიხაროდეს, ესე არ უნდა გვეშინოდეს ამ ყველაფრისა და გვეშინოდეს იმისიო, ვისაც თქვენი სულის მოწყვეტა შეუძლიათ, ესე იგი ცოდვისა უნდა გვეშინოდეს და გვეშინოდეს ისეთი ქმედებისა, რაც უფლისთვის არ არის მისაღები, ხო? ეს მრავალი შეიძლება ჩამოითვალოს, ყველა ცოდვა შეიძლება იყოს ამისი სულის მოწყვეტისა და კიდევ გულგრილი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებზე და ანუ ამის უნდა გვეშინოდეს. თავარი ჩვენი ცხოვრების მიზანი არის ის, რომ სულის ცხონებაზე ვიფიქროთ, სასופველის მოპოვებაზე ვიფიქროთ, რადგან არ უნდა დაგვიჭდეს, ხო? თუნდაც გახდეს სიკვდილი სასופველის მოპოვებისთვის. ამის არ უნდა გვეშინოდეს და გვეშინოდეს ცოდვისა. ეგ კი ბაბაო, არა, აი გარკვეული სვენელის გარკვეული ნაწილი შეიძლება აღიქვას ასე ახლა, რომ აი აბა სიკვდილი უნდა ვინატროთ, თუ როგორ აი ამ შემთხვევაში არა, ასე უნდა ვინატროთ, მაგრამ ზათ უნდა ვიყოთ ამისთვისაც. თუ საჭირო გარდაუვალია ჩვენი სულის ცხონებისთვის, ამისთვისაც ზათ უნდა ვიყოთ. ახლა გამახსენდა ვახტანგ გორგასალის ანდერძი, რომ ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. პირდაპირ გვეუბნება, რომ ეძიეთო, ანუ მოკვდით ქრისტესთვის, ამიტომ გარდაუვალ ცხონებას მოიპოვებთო, ხო? ამიტომ გვეუბნება, ხო? ხო და სამწუხაროდ აი დღევანდელ ცხოვრებაში მე რომ უყურებ რა, ეს საერთოდ იგნორირებულია და არ ვაქცევთ ყურადღება. დღევანდელი ცხოვრება, აი სულიერი ცხოვრება არის რაღაცა კომფორტთან გაიგივებული რა. ანუ კიდეც უნდა ვიცხოვროთ მშვიდად, წყნარად, უზრუნველად და კიდეც უნდა ვცხონდეთ, მაგრამ კი ბატონო, თუ კი ღმერთი ხა ეგეთ ცხოვრების პერიოდი გვარგუნებს რომ არის ხოლმე რომ აი მშვიდად ცხოვრობ და ნუ ფარსაც ემსახურები, მაგრამ ეს არ არის, ანუ ცხოვრების წესი არ უნდა იყოს. უნდა მზად უნდა იყოს იმ განსასწრებლის დიდი ნაწილი შედის ტაძარში, რომ შედის მოცვისთვის ევედრება აბსოლუტურ წარმატებებს, რომ მიაღწიოს თანამდებობას, იშონოს ფული,
თქვათ ურთიერთობა კარგად დაულაგდეს ამას სოფლის ლიერებთან, ნათლიათ აყავთ ვინცაც ეგრეთ წოდებული გავლენიანი პირები და ასე შემდგომ. აი ეს არის ზრუნვა არა ცხონებისთვის, არამედ ამას სოფლის წარმატებისთვის. და ქრისტე კი რას გვეუბნება? თუ კი მე გამომყვებითო ამ სოფელში წარმატებები გექნებათო, ბევრფულსიშონითო, თანამდებობები გექნებაო, თუ რას გვეუბნება, როგორ გვეუბნება უფალი? მე არსად სახარებაში ესეთი სიტყვა მე არსად არ მახსენდება, რომ უფალი გვიტებოდეს ამ ქვეყნიურ კეთილდღეობას. პირიქით გვეუბნება მოვედიო არა მშვიდების მოფენათო მახვილისათვის მოვედიო. მოვედიო იმისთვის რომ გამყოვო ძმა ძმისგანო, მშობელი შვილისგანო, ანუ პირიქით მოვედი იმისთვის რომ ესე იგი დავითმინოთო თუ ესე იგი საჭირო იქნება და შენ გაბრკოლებს შენი ძმა, შენი მშობელი ის უნდა მოიკვეთო. ანუ ვინც შენ ქრისტესკენ, ქრისტეს გზაზე გეღობება, ის უნდა შენთვის ისკენ მოიკვეთო. მაგას გეუბნება. როდესაც ხედავ, აი მაგალ ქრისტიანი ხარ და ხედავ რომ შენს ქვეყანაში სადაც შენ ცხოვრობ, მიმდინარეობს გარყვნილების პროპაგანდა, მომრავლდა თქვათ ახალგაზრდობაში უზნეობითი ცხოვრება, მომრავლდა ეგრეთ წოდებული კაზინოებით ერის ძარცვა, მომრავლდა ნარკოტიკებით, გავრცელება ნარკოტიკებისა და პლანეტეშობით, აი წყობილებიდან არის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გამოსული, მომრავლდა ისეთი მდგომარეობა, რომ სოფელში ბავშვი აღარ არის პირველი კლასელი და მეორე კლასელი უკვე პრობლემაა სოფელებში, მომრავლდა რომ ქალაქში ჩადიხარ და გაჩერებაზე იქნება თუ მეტროში იქნება ქართული დალაპარაკება გენატრება. ამ დროს ქრისტიანი მამაო ჩუმად უნდა იყოს თუ უნდა ამბობდეს ამ ჭირის შესახებ ხმამაღლა სათქმელს. ნუ რა თქმა უნდა ახლა ყველა ვალდებულია რომ უსამართლობა როცა ხდება იმას არ შეეგუო და მით უმეტეს მთავარი არის რომ როცა უსამართლობის სათავეს უნდა ვებრძოლოთ პირველ რიგში კიდევ და ხო და ახლა მე ასე მიმაჩნია ახლა მე როგორც ახლა მოწყარი და ღვთისმსახური ვევალდებულად ვთვლი რომ მე პირველი მაგალითი მე უნდა მივიცე ჩემ დღეებს ახლა როცა ერში ასეთი პრობლემებია და ასეთი მდგომარეობა და ერი იღუპება და მრევლი იღუპება და მომავალი არ არის ქრისტიანული მომავალი არ არის მე ვალდებულად ვთვლი თავს რომ პირველ რიგში ეს ყველაფერი მე ვთქვა და მაგალითი მივიცე სიჩუმის შემთხვევაში ბევრმა ხმა მოიღოს აი სიჩუმის შემთხვევაში მარტო საკუთარ ტყავს რო გაუფრთხილდეთ ამ ყველაფერზე თქმა საფრთხეს წარმოადგენს მიწიერი თვალსაზრისით ეს არის ფაქტი მიტოა გაჩერებული თქვათ ჩვენი ქრისტეს ვერძბები იქნება თუ ჩვენი შვილები ეკლესიის მრევლი მიტოა გაჩერებული და ასეთი მდგომარეობით აი სიჩუმით უზნეობაზე თვალის დახუცვის სიჩუმით რომ გაუფრთხილდეთ ჩვენ ტყავს ჩვენ ამ სოფლ მდგომარეობას არ დაზიანდეს კომფორტის ზონიდან არ გამოვიდეთ ეს ცხონებისაზე სიარულია თუ პირიქით ვამი მამაო ახლა წმინდანების ცხოვრება ხო აი ჩვენთვის სახელმძღვანელოა კიდევ ხო სახარებასთან ერთად და აი წმინდანების ცხოვრებაში არამც თუ აი რაღაცა საჭიროებო საკითხებზე რაღაცა ქვეყნის ინტერესებიდან პირადსაც კი არ ითმედნენ ხოლმე აი პირად რაღაცა უზნეობაში რო ცხოვრობდა ხელისუფალი და ერის მამა მეფე იქნებოდა ეს თუ იმპერია იმასაც კი არ ითმენდნენ იმასაც ამხელდნენ და ჩვენ ახლა როცა მასიური მასზე არის აქ უკვე მასიურ გადაგვარებაზე და მასიურად ქვეყნის მასშტაბურ გადაჯიშებას და განადგურებაზე ფაქტიურად ასე თუ გაგზელდა ხვალინდელი დღეს საქართველოს აღარ შეგვჭება ხო ამაზე გაჩუმება ახლა ჩემთვის ძალიან დანაშაულის ტოლფასია მგონია რაღაცო ჩვენმა आज განსვენებულმა პატრიარქმა ფორმულა დაგვიტოვა ცხოვრების ღმერთი სამშობლო ადამიანი თქვენი წილი საქართველოს დაიცავეთ თქვენი წილი საქართველოს კი და ჩვენ უკვე გვალდებულება თქვათ სიმართლე თუნდაც ის ჩვენი ამსოფლიური საფრთხის შემცველი იყოს რა თქმა უნდა მადლობა მოსვენისთვის შემოგვიფასება მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა მამა ისიდორე საუბრისთვის და მადლობა თქვენ შეგვაძლებინოს ღმერთმა რომ რაღაცა ჩვენი წილი მართლაც ჩვენი სამშობლო დავიცოთ და ჩვენი
და თუ ცირედი რაღაცა ჩვენ შევძლოთ ამ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. ამინ.